სამხრეთ ამერიკის გეოპოლიტიკურ რუკაზე არაერთი დიდი მოთამაშეა, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას შედარებით მცირე და ნაკლებად ცნობილი ქვეყანა პარაგვაი იქცევს. ქვეყანა, რომლის ფართობი დაახლოებით 406,000 კვადრატული კილომეტრია, ხოლო მოსახლეობა 6 მილიონი, გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე გზას ნაბიჯ-ნაბიჯი გაფავს. ამ ამბიციური გეგმების მთავარი გასაღები კი იაფი, მწვანე და სტაბილური ენერგია. პარაგვაი მსოფლიოში მწვანე ენერგიის ყველაზე დიდი წმინდა ექსპორტიორია. ქვეყნის 99,9% ჰიდროენერგიაზე მოდის. იტაიპუს კაშხალი, რომელიც ბრაზილიასთან საზღვრიდან იმართება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰესია. ის წლიურად დაახლოებით 90 მილიარდ კილოვატ-საათ ენერგიას აწარმოებს. იასირეტას ჰესი, რომელსაც ქვეყანა არგენტინასთან ერთად მართავს, დამატებით 21 მილიარდ კილოვატ-საათს გამოიმუშავებს. საერთო ჯამში პარაგვაი წლიურად 100 მილიარდ კილოვატ-საათზე მეტ სუფთა ენერგიას აწარმოებს, საიდანაც 80%-ზე მეტი ექსპორტზე გადის. მასობრივად დაბალ ფასად ხელმისაწვდომა ენერგიამ უკვე მიიპყრო გლობალური ტექნოლოგიური გიგანტების ყურადღება. Google, OpenAI, Nvidia და Meta ინვესტიციების თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აქტიურად აწარმოებენ. ტექნოლოგიურ სექტორში განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის სფეროში სუფთა ენერგიაზე მოთხოვნა იზრდება, რადგან მხოლოდ ერთი GPT მოდელის გაწვრთნა გიგავატ დონეზე ენერგიის მოხმარებას მოითხოვს. პრეზიდენტი სანტიაგო პენია, რომელიც მხოლოდ 45 წლისაა და ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ლიდერია რეგიონში, აქტიურად მუშაობს ქვეყნის პოზიციონირებაზე როგორც ტექნოლოგიური ჰაბის. ჩვენ ვესაუბრებით Google-ს, OpenAI-ს და ტაივანს, რათა შევქმნათ ჩიპებისა და ნახევარგამტარების წარმოების ინფრასტრუქტურა პარაგვაიში. აცხადებს ის. თუმცა მხოლოდ ენერგია არ არის წარმატების გარანტია. ბოლო წლების განმავლობაში პარაგვაი მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები გაატარა. ქვეყანაში მოქმედებს 10%-იანი ეგრეთ წოდებული flat tax-ი, გადასახადის სისტემა, სადაც ყველა გადამხდელი ერთსა და იმავე ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს იხდის, მიუხედავად მათი შემოსავლის ოდენობისა. ქვეყნის მიმზიდველობა ზრდის ისიც, რომ პარაგვაიში ინფლაცია ბოლო 5 წლიან პერიოდში საშუალოდ 4,1%-ს არ აცდენია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარაგვაი არის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანა მოსახლეობის ასაკით. ქვეყანაში საშუალო ასაკი 26 წელია, რაც ნიშნავს იმას, რომ პარაგვაის ტექნოლოგიური უნარების მქონე ადაპტირებადი სამუშაო ძალა ჰყავს. სწორედ ეს დემოგრაფიული უპირატესობა და ენერგეტიკული სიძლიერე ქმნის უნიკალურ საფუძველს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის. თუმცა პრობლემად საერთაშორისო ცნობადობა რჩება. უნდა დავხუროთ ის უბსკრული, რაც რეალობასა და მის აღქმას შორის არსებობს. პარაგვაის სჭირდება მეტი მარკეტინგი, აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი. მისი თქმით, პარაგვაი შეიძლება გახდეს სუფთა ენერგიის მცირე კატარი, ხოლო ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ის მოდელი, რაც წარმატებით განახორციელეს საემიროებმა და კატარმა. სლავრი ეროვნული ბრენდინგი გლობალურ ეკონომიკაში ადგილის დასამკვიდრებლად. თუ ქვეყანა შეძლებს ამ რესურსებისა და დემოგრაფიის სწორად მობილიზებას, პარაგვაის ნამდვილად აქვს პოტენციალი სამხრეთ ამერიკის სილიკონის ველად იქცეს. ქვეყნის პროგრესი აჩვენებს, რომ მას თავისუფლად შეუძლია ინოვაციაზე ორიენტირებულ ეკონომიკად ჩამოყალიბდეს.